და თვითონ მანქანას მოუგებ $1000. აქვე. მაგრამ მე არა, მე ჩემი სტილის მაქვს ცხოვრებაში. მე ვარ ადამიანი, როგორიც ვარ, ესეთი უყვარვარ ჩინელებს და ესეთი უყვარვარ ქართველებსაც, ხო? მე რომ უფლება მქონდეს, შალვა, ახლა ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებ. ჩვენ რომ კიდევ ხელს დამატებით არ გვიშლიდნენ, მე გავაკეთებდი ნინი ყველა ტაქსის ბრძოლს კაბეკებში მივცემდი ავტომობილს და კაბეკებში იქნებოდა საბანკო გადასახადი თუ რაღაც რო არის. მაგრამ ამის საშუალება მე არ მაქვს. იცით, თელმა ქართველებმა და საქართველოს მოსახლეობა ვიღაცა ორ ავტომობილს შეიყვანს და 5 კრიშა ყავს მერე და დავიშვით ამ კრიშებით რა. აი თქვენ ნახეთ, მე მინდა სუფთა ბიზნესის კეთება. მთელი ჩემი ცხოვრება სუფთა ბიზნეს ვაკეთებდი, ხო? და სუფთა ბიზნესი მინდა გავაკეთო და ნებისმიერმა კაცმა ერთმანეთს კი არ ვეჯიბროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მე უკეთესად ვიცი და გეტყვი როგორ ჯობია. აქ არის ნინო ჩვენ წავალთ ჩვენ გვაქვს 5 საწყობი თელ ჩინეთში. აიყურეთ, ვიღაცები ქუჩა რო დადიან, ხო იცი შალვა და ფული მომეერთ მანქანას ჩამოგიყვან. ეს არ არის ბიზნესი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ ატყუებთ ხალხს, იმიტომ რომ მე მანქანას ჩაუყვან, ამაზე არის აპდეიტი, ხო შალვა, გასაკეთებელი. თქვენ ვერ უკეთებთ და მე პრობლემები იქნება. მე ჩინური ენა წერია, გადასაყვანია რუსულზე, გადასაყვანია ინგლისურზე, მაგრამ თქვენ ვერ გააკეთებთ. და რომც გააკეთოთ, ხვალ რო წაიშალოს, აი იმ კაცმა მე მანქანა უნდა დააყენოს გარაჟში და შენს აბგეძებოს. ამიტომ უნდა იყიდოს მანქანა იქ. რა გაწერია ვიზია? მათე მოტორსი აწერია თურმე აგერ. ხო ხედავ? აქ კიდე რა გაწერია უკან? აი მათე მოტორს დუბაი. ხო ხედავ? უყურე შალვა როგორ არის. ჩვენ სუფთად ვმუშაობ და ღმერთს მაქნას რომ მთელი ჩემი ცხოვრება ესე ვიმუშაო და თქვენ აგერ. ახლა გამოვარჩი და შალვა ანახე მოსახლეობას. კი ბატონო. შალვას იმდენად გამარჯობა შალვა, არ ჩამოვარდე ამ იმიდან, ამას აი ამ დონეზე აქ ვინმე გააკეთებდა? მე და შენ მეგრელები ვართ, მეგრულად ვაწვევით და დედასაც უტირებთ, ხო? სუფთა, სინდისით, ნამუსით უნდა ვიმუშაოთ და ახალგაზრდები უნდა დავასაქმოთ. მე რომ მინდოდეს ახლა გავჩერდები და ხვალ გავყიდი იმდენ მანქანას აქიდან. მაგრამ არა, მე ჩემი ცხოვრების სტილი მაქვს.